სახელთა მამისათა, დადისათა და სულთეწმიდისათა. ილოცავთ დღევანდელ დღეს, კვირა დღეს, ღვთის ადგომის დღეს, სიხარულს ადგომისას. ილოცავთ ყველას, ვინც ეზიარება, ვინც მარხულობს, ლოცვებს აღავლენს და მეოთხე კვირას ეკლესია იხსენებს ღირს მამას იანე ფინელს კიბის აღწერელს. აქ ანალოგიაზე არის პატარა ესეთი ფრესკის ნაწილი ერთ-ერთი ტაძრის ხატობიდან აღებული კიბი არის და იქ ადიან ვიღაცები, ზოგი ვარდება, ზოგი ადის, ზოგი მალე ვარდება, ზოგი არ ვარდება. რა კიბი არის ეს ამ კიბეზეა და ეს რა კიბი აღწერა იანეს სილნელმა ღირსმა მამამ ჩვენმა. კიბე სულიერი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა, რომელიც მიმართულია ქვეყნის და ზეცისაკენ, საშუალებლისაკენ. და ბუნებრივია, რომ მორწმუნე ადამიანს უნდა ამ კიბეზე ახსლა და სიარული მივიდეს საშუალებლში. ხედავთ, რომ იქ ზოგი ვარდება მალევე პირველ სამსაფეხურზე, ზოგი უფრო გვიან ვარდება, ზოგი უფრო ზევიდან ვარდება. რას ნიშნავს ეს? ყველას უნდა ცხონება და უფალსაც უნდა ყველას ცხონება. მისი ნება ეს არის აცხონოს ადამიანი, მაგრამ ყველა ვერ ცხონდება. რა არის ამის მიზეზი? თვითონ ადამიანში მიზეზი. რომ რაღაცას თავის თავში ვერ ცვლის, ან არ უნდა შეცვალოს, შეეგოა და კიცის ცოდვარი, მაგრამ მაინც უფალი მაპატიებს, იმედით, მაგრამ არის აპატიებს, სინანული არ აქვს. თუ სინანული არ აქვს, მაშინ პატიებას არ აქვს. უფალს უნდა რა აპატიებს, მაგრამ ის არ ითხოვს. და ამ შემთხვევაში ცხადია უკვე შეუძლებელი ხდება გადარჩენა. და რატო ზოგი ადრე ვარდება, ზოგი უფრო გვიან ვარდება. ნიშნავს, რომ დასაწყისშივე უკვე ვერ გამოდგა. თვითონ ისი მამა იონე სინელი შესავალში პასუხობს ასევე დიდ მოღვაწეს ის მამა იონე რაითის უდაბნოს ემთხვევს და რომელიც თხოვა რომ შენ უკვე 10 წლებია მოღვაწეობ და გაქვს დიდი გამოცდილება და მომავალ თაობებს დაუტოვე მოძღვრება და სწავლება, თუ როგორ უნდა იცხონ სულიერად, როგორ უნდა იღვაწონო, რა მიმართულებით, რა საშუალებით, რა გზებით და ის პასუხობს რომ თავდაბლად მე რაღაცეულ ვინმეს მე ვასწავლო, იქ გამივიდა ცხოვრება, მაგრამ საქმე იყო თორე ჩემი საქმეები და საშუალება, მაგრამ აქვე აღნიშნავს რომ მე კი ვერც გავბედავდიო, მაგრამ ახალ შემთხვევაში უარს ვერ გეუბნები და ვეცდებიო. ანუ მაგალითი თავდაბლობისა. მე კი არ ვარ ღირსიო, მაგრამ შენ თხოვე და ამიტომ შევასრულებო და მაგრამ მიიღებს ხალხი, მიიღებენ ამას თუ არა, უკვე ჩემზე დამოკიდებული. ესე იგი, ვინც პირველ საფეხურზე ჩამოვარდება ამ კიბიდან, ეს არის ვისაც თავდაბლობა არ აქვს. და თავდაბლობა თუ არ აქვს, მაშინ არც განსათვისებად არ აქვს. და ვინ თავისას ამართლებს ყველა თავის ქმედებაში, მაშინ გამართლებაც არ აქვს. ზოგი ცდილობს რომ იყოს თავდაბალიც იყოს, მაგრამ არის გარეგნული თავდაბლობა და არის შინაგანი თავდაბლობა. დღეს თქვენ მოისმენთ ეს სასწაული უფალმა აღასრულა, იქ ბორტის სულ შეპყრობილი იყო ერთი მამაკაცის შვილი და ამ მაცხოვარს განკურნება და უფალმა კითხა რომ დაინახა მის მიახლოებაში როგორ დავარდა და როგორ ავდა ეს
ასე ქვია, ახალგაზრდა ჭაბუკი უკვე და დუში გადმოდიოდა, კითხა რამდენი ხანია, როდიდან აქვს, სიყრმიდან აქვს ესა და ხანო წყალში აგდებდაო და ხან წყალშიო, ხან წყალში და ხან ცეცხლშიო. რატო წყალში და ცეცხლში? წყალს ახსენებს უფალი, რომ ნიკოდიმოსთან საუბრისას თუ არ იშება მეორეთო, ადამიანი ვერ შევა სასუფეველშიო და ვერ გაიგო რას ისა წყლისაგან და სულისაგან თუ არ დაიბადაო. წყლისაგან დაბადება ნიშნავს ნათლისღებას, ნათლობას, მაგრამ ნათლობას სინანულით. რასაუბრს ნათლისმცემელი შეინანეთ, ამიტომ მოხდეთ ასულ ცათა. მოთხოვს ასე მოუწოდეთ სინანულისკენ. იგი განბანელი ფიზიკური წყალი კი არ არის, განბანელი არის სინანული. მაგრამ ფიზიკურად წყლით წყალში განბანა ხდება. და ეშმაკი წყალში აგდეს, მაგრამ ნივთიერი წყალი კი არ წმენს ადამიანს. არამედ სინანული. სინანულის გარეშე წყალი დას დაიბას და მეტი არაფერი. სულს მოიკლავს, მაგრამ მეტი არაფერი. სულს არ ეხება. ასევე ადამიანთან ხო წყლისაგან და სულისაგან დაიბადე. სული ცეცხლს გავსები. აი ანგელოზი ცეცხლოვანი, ხო? ალა ცეცხლსა შექმნა იყო. სულები არიან ცეცხლოვანი და შესაბამისად ეს ცეცხლი ნივთიერი მართლა წვავს და ცეცხლი სულიერი განწმენს. აი ეშმაკი გარეგნულსაც აკეთებს, მაგრამ ღუპავს და არ გადაარჩენს და უფალი მოწევს შინაგანისკენ. ეს არის გზა განწმენდისა და გზა სასუფევლისაკენ და ეს კიბეზე თადიოდა შეიძლება გარეგნულად აკეთებდა რაღაცას და შინაგანად რჩებოდა ისევ ამაყობდა, რამდენი კეთილი საქმე გაუკეთებია, რაღაცა უშენებია, ვიღაცას დახმარებია და ქველმოქმედება მისი წყარო გახდა მისი მასში ამ პარტნიორის გაზრდისა. და მე იღვაწა უფალმაცა და ბოლოს მაინც გამოხატა მან თავისი ამპარტავნება და მოუნანიებელი ხდება ხოლმე. ამპარტავს უჩის მონანიება. აი ესე ჩვენ ახლა შევაერთეთ დღევანდელი სახარებაც მოისმინეთ და დღევანდელი ეს ღირსმამის იონის სინელის კიბის აღწერილის მოწოდება და ჩვენება იმ გზისა, იმ საფეხურებისა, რომელთაც ადამიანი მიემართება სასუფეველისაკენ. ან შეუძლია ავიდეს, მაგრამ აბა თუ არა, ეს ადამიანზე დამოკიდებული. და პირველ საფეხურს აღწერს ღირსმამა იონის სინელი. რა არის ეს პირველი? სოფლის განშორება, სოფლის დატოვება. სოფელი მარტო სოფელში ცხოვრება არ შველის ადამიანს. ამ სოფლიდან გასვლას უდაბნოში. ისევ გარეგნული ქმედება გამოხატავს სურვილს, მაგრამ სურვილის აღსრულება ხდება შინაგანი ცხოვრებით. და თორე ბევრი გასვლას სოფლიდან, მაგრამ არაფერი ეშელა. რატო? თორე სოფელი მასში დარჩა. სოფლიდან გავიდა და სოფელში მასში იყო. მე შინაგან სოფლისგან ვერ განთავისუფლდა. ერთი ესეთი პიროვნება და იყო ესტადაზე მღეროდა და ასრულებდა და ხო და მე გავჩა სინანული და დატოვა ეს სოფელი და წავიდა მონასტერში. და უნდა და ცხონება, მაგრამ სენაკში თავისი გიტარა შეიტანა. და უკრავდა ხოლმე და ასე ამღერებდა. მე მას უთხეს რომ არო იმას აღარა და ახალ სიმღერებს შექმნია და ესე იგი შექმნა ახალი
რეპერტუარი. დამთავრდა იმით, რომ ის დაბრუნდა სცენაზე და აფიშაზე იყო რომ ბერი რომანოზი თკბილად გალობელი გალობს ესტრადაზე. რომ ეს სოფელი თან გაყვა იქ მონასტერში და ასწავლიდა კიდე სხვებს და ეს მე-20 საუკუნის ბოლო ეტაპი მეგონი ძირითადად ეს მამა რომანოზი მე თაუშელოს არ საქართველოში სხვა ქვეყანაში ჩვენ ჩილო მეზობლებთან არის მოღვაწეობს ის გაიხსენეთ მინდა თორნიკე ერისთავი რომ დავიდა მონასტერში გავიდა სოფლიდან და მერე ვიღავდა შენი ამბები მოგვიყევია და უყურებდა ბრძოლებს როგორ იბრძოდა როგორ მხედართავრობდა და ერთმა კითხა ისე მოგძალებით და ეს შენ ყვები თუ კურთხევა მოგცა წინამძღვარმა ამაზე არ მიფიქრეო მისულა მამა იონესთან და უთხრა რომ ესე მკითხესო და შენ რა სიტყვებდა შენ ხო არ გითხრიო ჩემთვისო რა შეიძლებაო და შენ ჩემს არ გიკითხავსო შეიძლება თუ არა აი ღირსი მამა იოანე ექვთიმის მამა როგორ მოგძალებულია დიდი პიროვნება იყო თორნიკე განთქმული პიროვნება იყო და არა კადრა რომ შენ ამას არ აუგზალა შენ არ გითხოვიაო და მე ამიტომ არაფერ არ გაკადრე არ გითხარიო თუ რატო შეეხებოდა მის თავმოყარეობას გვას მასწავლისა აი როგორ მოგზალება საჭირო რომ უმკურნალო ადამიანს თვითონ მოვიდა და რას მეტყევდა რა ხან მოხვედი გეტყვი რომ დატო ეგ სოფელი დარჩაო და როცა მოითხოვა იმპერატორმა კეისარმა იყო ამბოხი იყო გახსოვს მარდასკვიაროსის და მხედართავარი ვინმეო და თორნიკეს უთხრესო არ უნდოდა წასვლა ისევ იქ დაბრუნება არ უნდოდა აღარ უნდოდა მაგრამ მეფეს თხოვა კეისარმას თხოვა ვიშველეო და მხოლოდ ისევ თავმდაბლობით წავიდა იქ და მე რაც იმპერატორმა საჩუქრად მას მისცა დიდი ძღენი მონასტრის შენებლო შეწია მთლიანად აი ხედავთ არის საქმეში ცხადდება შენი მდგომარეობა შინაგანი და ადიხარ იმ საფეხურებზე თუ არ ადიხარ რომ საფეხურზე ხარ სოფელი შენში ჯერ კიდე ატარებ ამ სოფელს ვერ შორდები ხო მე გაქა თავმდაბლობა თუ არა თუ შეუდექი მე შემდეგ სასტურს ძლევ თუ არა და მონაზების სასტური ერთ-ერთი როგორც მამა იოანე ამბობს და გაუწევს არის რომ გავა სოფელში და მასური მოვიდე უბრალოდ რომ ნუ აი ხა სოფელში რო იყავიო შენო ვიღაცას ეხმარებოდიო ვიღაცას ანუგეშებდიო კეთილ საქმეს აკეთებდიო ქველმოქმედებდიო და აქ აბა მარტო ხარო შენ ეგოისტი ხარო მარტო შენი თავის გინდა გადარჩენა ყველა დაივიწყეო და დაბრუნდი სოფელშიო გაგრძელი ზოგი ცხოვრებაო და ზოგი ასე სტუნდება და ბრუნდება და უკან დაბრუნებულზე მაცხოვრი ამბობს რომ არ გამოდგევს სასופელის ვინცო სახლისო ხელს დადებს და უკან იხედებაო თუ კი გინდა დამუშავება მის აქ უყურე აქ უყურე იქ უკვე აღარ მოიხედები და აი რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ უამრავი რომელიც პროექტ აი ამ წიგნში ვიწყოთ სახელმძღვანელო სულიერი ცხოვრების ზრდის მოიცავს ცოცხალ მაგალითებს იმისა და ამიტომ ეს წიგნი კი დაიწერა მე-6 საუკუნეში მაგრამ დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ცოცხალია დღესაც ჩვენ უნდა ვიხემძღვანელოთ ამით თუ გვინდა ცხონება მამათა ცხოვრებიდან, დედების ცხოვრებიდან, წმინდათა ცხოვრებიდან მიიღოთ მაგალითი თუ არა გვაქვს ეს წიგნი, რამდენი გვაქვს მაგალითი, მაგრამ რა ყოფილა მთავარი? უფალმა განკურნეს
შეპრობილი ბორტი ძალით და სულით და მოწაფება თვითო ჩვენ რატო ვერ შევძელითო უფალმა უთხრა ესეთ სული განიდევნება ლოცვითა და მარხვითაო ესე იგი მოციქულებს მაშინ არ ქონდა ის ლოცვა და ის მარხვა ლოცულებდნენ მარხულობდნენ მაგრამ აქაც არის გარეგნული ლოცვა და გარეგნული მარხვა არის შინაგანი და არის მუდმივი მარხვა ეს სულიერ სიფხიზლე არის ღვთის მოშიშება მუდმივი ხსენება უფლისა შიში ღვთისა გონითა უფლისა კი არ ეშინია არა უფალი უყვარს უფლის დაკარგვის ეშინია როდის კარგავ ჩვენ უფალს როცა ცოდვის ჩავდივართ როცა ვივიწყეთ უფალს და შიში ღვთის არის მართხსოვნა უფლისა სიყვარულით და რწმენით და მისგან კურთხევის მიღებით როგორ ცხოვრობს რას აკეთებს სინანული და სიმდაბლით უფლისკენ მიმართვა აი ეს არის გზა უფლისაკენ და დღევანდელი ცივილიზაცია ტექნოკრატული ცივილიზაცია პირიქით გსაუბრობს რას გამოდიან ახალგაზრდები და მე ამბიცია მაქვს რომ ეს გავაკეთო ის გავაკეთო თუ ამბიცია მისი საწყისი და საფუძველი ის კი არა რომ ღირსია კი შეუძლიათ და ვინმე თხოვს ვინმე ავალებს რამეს არა თვითონ და გამოაჩინოს თავის თავი ხეს მოაწონოს ასე რომ დღევანდელი სოფელი არ გასხდება ეს სოფლისაგან ცივილიზაცია თავის თავში შეიცავს ადამიანთა შემოქმედებას ფიზიკურს გარეგნულს მაგრამ გარეგნულში მის შინაგანი ჩანს უდიდესი არქიტექტორები იყვნენ და მოქანდაკეები და ვინ გამოგანდაკეს ზევსი აფროდიტე მარსი ვიღაცა ანუ კერპები ხელთ თავსაზრით კი დიდებულია ეს ქანდაკება მაგრამ ვინ არის გამოქანდაკებული ვისე თაყვანები ვისე მსახურები აი ეს დასაფიქრებელია და დღეს ბელადების ქანდაკებები ქუთაისში ხო თქვა რომ აქა ბელადებმა ვერ გაიხარებს ამ მოედანზე და ვარდები გაიხარებენ და ახლა შადრევანია იცით ეს მე ქუთაისში გამიგეგ ამბავი ხუმრობა ვიღაცა წავდა ვარდებს და შენ დაგენაცლებ ბელადებმა ვერ გაიხარებს აქო ჯერეთი ბელად ქანდაკება მე მეორე ბელად ქანდაკება იყო რა ისულა ეხა თხების ქანდაკებებია ეს გამოხატულება ჩვენი ურჩობისა თან ხო და ამიტომ ადამიანი შინაგანს უნდა უყურებდეს და ღვთის წინაშე ხედავდეს როგორი არის ღვთის წინაშე არა კასატიაში არა ქებისათვის აკეთებს არამედ უნდა რომ տեսადოთ ღვთის შვილი იყოს ღვთის სიყვარული და რწმენა და ამიტომ უფალი ამბობს რომ რწმენითა და ლოცვითაო განიდევნება ჩვენს ვაშულეთ წესებს ყველაფერს მაგრამ თუ რამე ხდება აი თქვათ მოძღვარმა უთხრა და განიკურნა ან თქვათ რაღაცა გადარჩა უბედურებას ხა არ ვიფიქროს იმა რომ მან გააკეთა ეს არა ბრძოლობის მადლმა სულწის მადლმა გააკეთა ეს მის მიერ რომ ჩვენ შეიძლება ჩავარდეთ ამ პარტავნებაში გვიგონოს რომ ჩვენ რაღაც არა ბრძოლა ხელდასხმობისა მეტი მადლის მიცემა რომ უფალმა მოციქულის მისცა სულწინდა რომ გადამოვიდა მანზე მეტომ თუ რაიმე შეუცება მოხდა მადლობა ღმერთს უფალი ვადიდოთ მადლობთ რომ კი ჩემი ხელით მაგრამ ხელდასხმის მადლით თუ ჩემი ფიზიკური ხელით არა ანუ პირველ რიგში მოძღვერს მართებს იყო თამდაბანდი აი ეს არის გზა ცხონებისა ეს არის ის კიბის პირველი საფეხურები და თუ პირველი საფეხური არ გაიარეს შემდეგი ხო აღარ იცი რა როგორი იქნება სადაც სასული დაგხვდება
რომელ საფეხურზე და არის აი საზღერების აღწერაც არის და რომელ საფეხურზე რა ხდება მაგრამ მოდით ესე დავიწყოთ ჩვენ პირველ საფეხურიდან დავიწყოთ გასა სოფლიდან დავიდან ახალი მოსულები ვიყავით ყველა და ახალ ხელდასხმული მოძღვრები და მრევლთან დავიწყეთ დიდ მარხვაში კითხვა კიბის აღწერებლის. სანამ მარხვა დამთავრდა პირველ საფეხურს ვერ გავცდით. მეორე წელს ისევ დაიწყო დიდ მარხვა, ისევ პირველ საფეხურს დავიწყე და ისევ მესამე თუ მეოთხე წელს მრევლს ვთქვა, ვეღარ გადავიდო მეორე საფეხურზეო? და რა, უკვე გადახვედით მეთქი. ანუ მოდით აი დასაწყისი, როგორც ყველა ნაგებობა თუ გინდა მყარი იყოს, მყარი ბალავერი უნდა გქონდეს. და ეს იწყება ამით. შინაგანი შენი მოაწესრიგე. თუ შინაგანი ეს ბალავერი დამკვდე. რა არის? შენში სოფელი უარყავი. ამ სოფელში იყავი, მაგრამ შენში არ უნდა იყოს სოფელი. ამიტომ მუცხული ამბობს პავლე დიდი რომ მე ჯვარს ვაცი სოფელი ჩემში და ჯვარს ვეცი სოფლისათვისო. აი ჩვენში არის თავარი საწყისი ჩვენი ცხონებისა და ამიტომ უფალი ეუბნება სასופელთვისა თქვენ შორის არისო. მაგრამ თქვენ არ გაქვთ შესაბამის ნაბიჯს რომ ამ შეხვიდეთ ამ სასופელში. მერთა შეისმინოს ჩვენი ლოცვა, ჩვენი მარხვა, შინაგანი მარხვა, უფალმა დაინახოს ფარული მარხვა, მარხვა გონებისა, მარხვა გრძნობებისა, გულისხმებისა. თორე საჭმელს სასმელიო მოციქული ამს სასופელს არ იმკვიდრებსო. კი, თავი შეიკავე რომ ნაკროვანებას გენუყარეს ებრძოლე, მაგრამ ფიზიკური მარტო მარხვა არ არის საკმარისი. ამიტომ უფალი ამსო, როცა მარხვა შენო რა გაკეთე? პირი დაიბანეო და თავზე ზეთი იცხეო. ანუ გარეგნული შენ საქმეებიც იყოს შენიერი და შინაგანი შენი გულისხმები, ფიქრებიც გაწმინდეო. მადლით ცხებული იყოს ესეთითო. აი ამას ასწავლის სწორედ ღირსი მამა იონე სინელი, ამას ახსენებს ეკლესია დღეს მრევლს კიდევ ერთხელ რომ ჯვარის ტვირთვა, ჯვარის აყვანისმცემელი კვირა იყო გასული. ჯვარის ტვირთვა გულისხმობს ამ შინაგან ლოცვას და შინაგან მარხვას, სოფლიდან განშორებას, საკუთარ თავში სოფელზე ძლევას. აი ეს არის გზა სულიერ ცხოვრებისა. ეს არის გზა სასოფლებისაკენ. ეს არის კიბე აღმავალი ზეცისაკენ. და მე თან შეგადლებინოთ ამ გზით, ამ კიბით სვლა უფლისაკენ. ჩვენთან არ ღმერთი.